საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიალოგის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს და ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ფორმატში დისკუსიას თავაზობს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამასთან პრემიერ-მინისტრი სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და ანტიქართული ნაბიჯად შეაფასა. Თქვენიცით რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის ხილობილებისთვის ავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა თვითონ ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ. მე მინდა მადლობა გადავუხადო 5 კონკრეტულ ქვეყანას, რომელმაც ქართული ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა ამ საბჭოზე. ეს არის როგორც მოგეხსენებათ უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართული ხალხის ინტერესები საბჭოზე. თქვენ იცით, რომ ევროპა და ევროკავშირი კონკრეტულად დღეს დგას ძალიან რთული გამოწვევების წინაშე. ხედავთ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, არის პოლიტიკური კრიზისი არაერთ ქვეყანაში ევროკავშირის მასშტაბით. კრიზისია ევროკავშირის ორ წამყვან ქვეყანაში, ეს არის მოგეხსენებათ საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთის მიყოლებით. ჯერ მაკრონის, შემდეგ შულცის მთავრობებს გამოუცხადა ეს უნდობლობა. რეალურად ჩვენ ვახდინეთ პრევენცია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებული იყო პროცესები, ან ჩვენ რომ არ გაგვეხმოვებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის ძიმე მოვლენები, რომლებიც განვითარდა 5 დღის განმავლობაში, 28 ნოემბრის შემდეგ განვითარდებოდა სწორედ დღეიდან. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. თუმცა ჩვენმა გადაწყვეტილებამ უზრუნველყო ამ ყველაფრის პრევენცია და საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ შანტაჟის რესურსი პრაქტიკულად მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან კეთილგანწყობილი საქართველოს მიმართ და ეს არის ის სურათი, რომელიც მივიღეთ შესაბამისად საბჭოს ხდომის გამართვის შემდეგ. ანუ შანტაჟი იყო მოაზრებული სწორედ ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო სწორედ გუშინდელი ხდომა, უნდა ყოფილიყო 19 დეკემბრის ევროპული საბჭოს ხდომა, თუმცა ნახეთ, რომ პრევენციამ სწორად იმუშავა და საბოლოო ჯამში ვერ განვითარდა ამ საბჭოს შემდეგ ისეთი პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. სადაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ თავაზობ ყველა გულში ყველა ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გამართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს ჩვენს წინაშე. ეს არის მათ შორის პირველ რიგში ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით. ყველა გაურბის დისკუსიას, ყველას ეშინია საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის. არასაჯაროსაც კი ვთავაზობთ. აი დაახლოებით კარს მიღმა მოვიდნენ და ვისაუბროთ, ამასაც გაურბიან, ამისაც ეშინიათ, ნუ საჯაროსი კიდევ უფრო მეტად ეშინიათ. რატომ? მიზეზი არის პირველ რიგში ის, რომ მათ ყველაფერი კარგად იციან. სიმართლე სად არის იციან. არავითარი ევროინტეგრაცია ჩვენ რო არ შეგვიჩერებია, ესეც ყველამ გაიგო, აბსოლუტურად ყველამ გაიგო. ეს ყველაფერიც ღიად ვერ ითხოვენ ისინი რიგარეში არჩევნებს. ხო, ანუ ამ ადამიანების უმეტესობას არ აქვს იმის სურვილი, რომ რიგარეში არჩევნები საჯაროდ მოითხოვს. მათ შორის ოპოზიციური ამორჩევლის უდიდესი ნაწილიც კი ღიად ვერ ბედავს რიგარეში არჩევნების მოთხოვნას. მათ თვითონ ეთაკილებათ ის, რომ ხმა მისცეს იგივე სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის თუ კახარიას პარტიას. ამიტომ ღიად მოთხოვნასაც კი ვერ აყენებენ, ამიტომ გაურბიან საჯარო დისკუსიას. ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში. ხო, მათ შორის, ცნობილი რაც არის, კონკრეტული ადამიანები გამოდიან ხოლმე აქციებზე და არავინ არ გულაპარაკება, ასეთი განცხადებებით გამოდიან, რატომ არ ესაუბრებიან ამ ხალხს, გამოდიოდა მაგალითად თორსების შოთა არვალაძე.
აქციაზე და მან განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უსმენს და არ ელაპარაკება ხალხს. როცა ჩვენ ორი კვირა მაშინ უკვე ვიმეორებდით იმას, რომ სადვიყავით ნებისმიერ ფორმატში, მათ შორის საჯარო ფორმატშიც, საჯარო დისკუსიისთვის. მოვიდა შოთა არველაძე, წამოიყენოს ვისიც ჯერა, ვისი კომპეტენციისაც ჯერა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ. ალბათონმა კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა 29 დეკემბერს გადის მის უფლებამოსილების სვა და მე მინდა ასევე შეგახსენოთ, რომ უკვე დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების მე-7 წელი. უკვე მე-7 წელი დაიწყო, რაც ის არის პრეზიდენტის თანამდებობაზე, ასე დროს ის რომ თავს აცხადებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, არ ვიცი, ერთ ქვეყანაში არ შეიძლება სამი დე-ფაქტო პრეზიდენტი ყავდეს, ხო? თავს უთანაბრებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. ხო, უბრალოდ არ ვიცი, სერიოზულადაც არ შეიძლება შევხედოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კაია კალასის განცხადება მის ამ მცდელობას ხაზი გადაუსვა. მე არ გონია, რომ რაიმე გართულებები მოყვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და მას შეანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ღაღელაშვილი. მე მგონი გამოვა. მე მაინც გონია, რომ გამოვა. დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მორიგ შეთავაზებას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ირაკლი ყობახიძის დიალოგის იმიტომ რომ ჯერ საერთოდ მასთან ლაპარაკს რა აზრი აქვს მე არ ვიცი, როდესაც ივანიშვილი კარნახობს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მასსაც დანარჩენ თავის ხელქვეითებსაც, მაგრამ როდესაც დიალოგის შეთავაზებას უკან მოყვება ქუჩიდან აყვანილი ადამიანები და ის სასტიკი დარბევა ისევე როგორც მათივე ეგრეთ წოდებული ზომბერები, რომელიც ქუჩაში ხალხს უპირისპირდებიან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს ეგრეთ წოდებული დიალოგი მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული ხაზისთვის არის გასაძლიერებლად არის შემოტანილი. დიალოგი მედიაციით არის ის გზა არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკან პატენობის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც არის საუკეთესო გამოსავალი. დიალოგი ზოგადად კარგი არის, მაგრამ დიალოგი იწყება იმ შემთხვევაში, როცა ერთი მხარე მონდომებული არის წამოვიდეს დათმობაზე. დღევანდელი და გუშინდელი მოცემულობით ქართულ ოცნებას, რუსულ ოცნებას სინამდვილეში არანაირი დათმობაზე არ წამოსულა, ან ჩვენი მოთხოვნა არის რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ამაზე თუ თანხმდებით, რომ ეს იქნება ის გზა, დიალოგზე არავინ არ ამბობს უარს, მაგრამ ქართული ოცნება აგრძელებს პროპაგანდისტულად კვლავაც ერთ და იგივეს ლაპარაკს, ინდივიდუალურად იჭერენ ადამიანებს, ცემენ დღემდე, აი ამ სიტუაციაში როგორ უნდა ძევლებად ყავთ აყვანილი ადამიანები და ამ სიტუაციაში როგორ უნდა ველაპარაკოთ, გამოუშვან ძევლები და მე შეგვიძლია ვისაუბროთ ახალ არჩევნებზე. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყო პოლარიზაცია, მათ წაახალისეს ქვეყანაში ძალადობა, მათ წაახალისეს ის სიტუშკები, რომლებიც შემდეგ უკვე გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს და ყველა ადამიანს, რომელიც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და დღეს უკვე გამოსვლა მათი მხრიდან დიალოგზე სალაპარაკოდ, ეს არის უბრალოდ დაცინვა და ეს არის უკვე კუთხეში მომწყდური ხელისუფლების ბოლო გაფართხალება. მთავარი მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რა თქმა უნდა ხელახალი არჩევნების ჩატარება, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ სამართლიან კონკურენტუნარიან გარემოში. ამ ყველაფერს აპასუხოთ ან უარს ვიღებდით, ან მაგალითად ნახეთ ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანებმა ჯერ სურვილი გამოთქვეს, თანხმობაც იყო სხვადასხვა ფორმატები იქნა შეთავაზებული და ყველა ფორმატზე პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გაეთანხმნენ და საბოლოო ჯამში გაუხდა ასეთი შეხვედრა და რატომ? იმიტომ რომ როდესაც ამ ადამიანებს არანაირი არგუმენტი არ აქვს, ძალიან კარგად ნახავდა საზოგადოება მათ უარგუმენტობას, მათ ხუილს, კვლავ არის კარგია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი რაიმე კითხვა აქვს, შეუძლია უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დასწრეს და დისკუსია გაიმართოს. სამწუხაროდ ასეც ვერ ვხედავ და თუ ადამიანებს რაიმე კითხვა აქვს, ლოგიკურია, ხო? და ყველაზე დასავლური და ყველაზე დემოკრატიული ეს დისკუსია მოხდეს. ჩვენი მხრიდან დისკუსიის კარი ყოველთვის ღია იყო, ახლაც არის და ყოველთვის დარჩება, მაგრამ საპირისპიროდ ვერ ვხედავ ასეთ ძალობას. ვისაც აქვს რაიმე შეკითხვები, ვინც არის მართლა უსწრაფელი ადამიანი, ახალგაზრდები არ აქვს მნიშვნელობას, მზად ვართ ნებისმიერ ფორმატში, გინ ღია, გინ დახურულ
ფორმატში გავაკეთოთ შეხვედრა, დაისვას შეკითხვები, ყველა შეკითხვას ექნება, რა თქმა უნდა, პასუხები და მიიღებს ადამიანები ამ უმწურავ პასუხებს ყველა კითხვაზე. სხვათა შორის იყო მცდელობა კონკრეტულმა ადამიანებმა გამოთქვეს სურვილი, რომ პირდაპირ ეთერში დამჯდარიყვნენ პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან და გახსოვთ რა მდგომარეობაში ჩააყენეს ეს ადამიანები, როგორი ბულინგი, შეურაცხყოფა. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა და ააბულინგო, რომ ისინი შენს პოზიციაზე ან შენს მოსაზრებაზე არ დგანან. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველი თანამდებობის პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს კვლავ შეფასებების თემა. ოპოზიციაში გადაწყვეტილებას იწონებენ და ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო პერსონალურად უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც დემოკრატიულ უკუსლაში იღებს მონაწილეობას. ქართული ოცნების გუნდში კი აცხადებენ, რომ სანქციებთან დაკავშირებით მსჯელობა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური განაცხადი იყო და ადგილი აქვს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ფორმით ჩარევას. დიპლომატიური პასპორტების შეჩერება არ არის მარტივი ამბავი ქართული ოცნებისთვის და იმ საჯარო მოხელეებისთვის, ვინც დღემდე ქართულ ოცნებას გვერდში უდგას, იმ სამინისტროებს, რომლებიც ქართული ოცნების პროპაგანდისტებად არიან გადაქცეულები, შესაბამისად მათთვის მორალურად რთული მისაღები იქნება და მეორე და რაც მთავარია, მათ დაკარგეს კავშირი ევროკავშირთან, ან ვეღარ ჩავლენ ევროპაში მარტივად. მთავარი დიპლომატი ევროკავშირთან არის ქართველი ხალხი და არა თვითმარქვია მთავრობა, ისევე როგორც ის დიპკორპუსი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე აღარ მუშაობს. შესაბამისად, ეს არის დასაწყისი და თქვენ იცით, რომ უკვე კომისია შესაბამის დოკუმენტს შეიმუშავებს, მას შემდეგ რაც იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული და ამას არ ჭირდება 27 ქვეყნის თანხმობა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება არის მკაფიო მაჩვენებელი იმისა, რომ ხალხი არის დღეს მთავარ დიპლომატიურ კავშირში ევროკავშირთან და ხალხი იცავს ქართულ ევროპულ მომავალს. დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზოს შეზღუდვას ეს რეალურად ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, დაევალა ევროკომისიას შესაბამისი სათანადო სამართლებრივი საფუძვლების მოძიება, იმიტომ საზოგადოებას რომ შევახსენოთ, დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გადაადგილება არ არის ვიზა ლიბერალიზაციის ნაწილი. დიპლომატიურ პასპორტებთან ერთად ყველა ჩვენგვარს ასევე გვაქვს ჩვეულებრივი ორდინარული პასპორტები, ამიტომ აქ რაიმე ტიპის პრობლემა რო ან შეხვედრებზე ვერ წახვალ ან რაღაც შეზღუდვა იქნება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. კიდევ ერთხელ ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, თავადაც მათივე განცხადებითაც ეს არის უფრო სიმბოლური ნაბიჯი, ვიდრე რეალური პრაქტიკული ნაბიჯი. რეჟისორმა გოგა ხაინდრავან საქციების საკითხზე პრესკონფერენცია გამართა. ხაინდრავა ლიეტუვის მხრიდან მის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები საბჭოთა მეთოდებით ბრძოლა. მე მაინტერესებს მინდა ვკითხო ევროკავშირის ქვეყანა, ევროკავშირს, იმიტომ რომ ლიტვა არის ევროკავშირის ქვეყანა. თუ გამოხატვის თავისუფლება იზღუდება და ეს არის დანაშაული ევრობიუროკრატების თვალსაზრისით. რამ განაპირობა ჩემი როგორც საქართველოს მოქალაქის დასანქცირება. მე არა ვარ მთავრობის წევრი, მე არა ვარ ქართული ოცნების პარტიის წევრი. ის, რასაც მე ვაკეთებ, თქვათ, პრესკონფერენცია თუ ტელევიზიაში ჩემი გამოშლა, ეს არის ერთი ადამიანის პირადული აზრი, ანუ გამოხატვის თავისუფლება და თუ ესეთ აღშფოთებას იწვევს ევროკავშირის ბიუროკრატიაში ის რაც საქართველოში ხდება და ამის გამო ისინი ამას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. როგორ შეიძლება შეფასდეს ის რაც განხორციელდება ჩემს მიმართ. ლიტვის ხელისუფლებამ სანქციები დაუწესა ადამიანს იმ მიზეზით, რომ ის არის მშობელი. თქვენ დაასანქცირეთ საქართველოს მოქალაქე გიორგი კობახიძე მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მამა. არანაირი სხვა საბაბი მისი დასანქცირების არ არსებობს. ის რაც ჩაიდინა ლიტვის ხელისუფლებამ, ეს არის აპარტეიდი. ეს არის ადამიანების უფლების ფეხქვეშ გათევლა, რომელიც განახორციელა აი ამ სამარცხვინო ხელისუფლებამ, აი ამ ქვეყნის, ისევე როგორც სამარცხვინო ხელისუფლებამ
აი ამ ევროს კავშირის, რომელიც საბჭოთა კავშირზე უარეს კავშირს დაემსგავსა. პოლიტიკური შეფასებების თემა ასევე ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციებიც. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ქართული ოსნების ანტიდემოკრატიულ პოლიტიკაზე პასუხია და იმედოვნებენ, რომ მსგავს ზომებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. მმართველი გუნდისთვის კი აღნიშნული სანქციები პროვოკაცია. ამასთან, როგორც მთავრობის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ხელისუფლება ლიეტუვასა და ესტონეთს შემთხვედრი ზომებით არ უპასუხებს და ორივე სახელმწიფოსთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება. ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ბალტიის ქვეყნებს კიდევ უკეთესად ესმით, თუ რამდენად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს საქართველოში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ტექნიკის გამოყენებით საქართველოს თავის გავლენის სივრცეში დასაბრუნებლად და რამდენად უპირისპირდება ქართველი ხალხი სწორედ რუსეთის ინტერესებს, რომელიც გამოხატულია ივანიშვილის ხელით. ეს მომწად ეს სანქციები, ისევე როგორც მათი აქტიური მუშაობა ევროკავშირის სხვა წევრებთან აჩვენებს ნამდვილ მეგობრობას და აჩვენებს იმ წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენ საერთო მტერთან ბრძოლაში არის მნიშვნელოვანი. ორბანის დაფიქსირებით ევროკავშირს ყავს ორი რუსეთუმე პრემიერ-მინისტრი, ამიტომ ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა მიმართეს საკუთარ მეთოდებს, როგორმე დაიცვან ქართველი ხალხი და როგორმე აიძულოს ქართული ოცნება პასუხისგებლობა აიღოს იმ ტერორზე, რასაც საკუთარ ხალხს უწყობს და დანიშნოს ახალი არჩევნები. ძალიან მარტივია. ცხადები, რაც გააკეთეს ლიეტუვის და ესტონეთის ხელისუფლებებმა, და როდის დრო არის ხო აქ მნიშვნელოვანი, ევროკავშირის საბჭოს მინისტერიალის წინაშე სპეციალურად, რომ დამატებითი მუხტი შეეტანათ მინისტერიალში და სხვებსაც რაღაცნაირად გაეზიარებინათ, მაგრამ ასე არ მოხდა. გასაგები მიზეზების გამო ევროკავშირში არიან ჯანსაღი ძალები, რომლებიც სხვანაირად ჯანსაღად უყურებენ საქართველოსთან ურთიერთობებს. მათი ინტერესი გასაგებია, აქ არის სურვილი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს ცალკეული ძალების, ხელისუფლება შეიცვალოს იმიტომ, რომ მოვიდეს ესეთ ხელისუფლება, რომელიც არ იქნება პასუხისგებლობით აღჭურვილი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მოსალოდნელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება. ევროკავშირში სურთ შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასაქციო სიაში იმისთვის, რომ ხალხმა ხმამისა სუვერენულ მთავრობას. წერს პიტერ სიირტო სოციალურ ქსელში. განცხადებაში წერია, უკრაინაში ომის სულისკვეთების შეკავება არ ხდება შობის წინაც. მიუხედავად იმისა, რომ დღის წესრიგში დგას უკრაინაში საშობაო ზავის შესაძლებლობა და ტყვეების მასობრივი გასვლის საკითხი, დღეს მათ სურთ ისევ გამოიყენონ 6 მილიარდი ევრო უკრაინისთვის იარაღის გადაცემის დასაფინანსებლად. ისინი უბიძგებენ უკრაინელებს ფრონტზე გააგზავნონ 18 წლის ახალგაზრდები. ამასთან ერთად სურთ შეიყვანონ ქართველი ოფიციალური პირები სასაქციო სიაში იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა ხმამისსა სუვერენულ მთავრობას. დღეს იქნება დიდი ბრძოლა, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო პოზიციებს არ დავთმობთ. უკრაინას სჭირდება არა ახალი იარაღი, არამედ ზავი, წერს პიტერ სიირტო. როდესაც უნგრეთმა ევროკავშირის 6 თვით თავმჯდომარეობა დაიწყო გაფართოებისთვის მომზადება და პროცესის დაჩქარება, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები 15 წელი და მეტიც ელოდებიან ევროკავშირის წევრობას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სწრაფად არ წავალთ წინ, მაშინ ეს ნიშნავს არა მხოლოდ გაფართოების პოლიტიკის, არამედ მთელი ევროკავშირის სანდოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. მონტენეგრომ განაცხადეთ წევრობაზე გააკეთა 2008 წელს და კანდიდატის სახელმწიფო 2010 წელს გახდა. მონტენეგროსთან 2012 წელს, ანუ 12 წლის წინ გაიხსნა მოლაპარაკებები წევრობაზე. ამას ვამბობ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვა რა პერიოდზეა ლაპარაკი. მონტენეგროში ამ დროის განმავლობაში ესმოდათ, რომ ეს დამსახურებებზე დაფუძნებული პროცედურაა, მაგრამ გრძნობდნენ დამსახურებას არაფერი მოსდევდა. კანდიდატი ქვეყნები ასრულებენ სამუშაოს, მაგრამ პროგრესი არ იყო. ბოლო 5 წელში მონტენეგროს არაჩვეულებრივი პროგრესი ჰქონდა და პასუხიც არის ევროკავშირის მხრიდან. ყველა თანხმდება, რომ გვჭირდება პროგრესი. ეს ნიშნავს მოლაპარაკებების სამი თავის დახურვას: ინტელექტუალური საკუთრება, მედია, ინდუსტრიული პოლიტიკა. მონტენეგრო გვთავაზობს ყველაფერს, რაც ევროკავშირს სჭირდება. ჩვენ გვჭირდება მომენტი, ახალი ენერგია, სიძლიერე. მე ვუსურვებ ახალ კომისარს გაფართოების საკითხებში წარმატებას, რადგან გაფართოების გარეშე ევროკავშირი ვერ იქნება ძლიერი.
როგორც მონტენეგროს პრემიერმა აღნიშნა, ბოლო 7 წელიწადნახევრის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში ვერც ერთი თავის დახურვა ვერ შევწელით. ბოლო 10 წელიწადში ყველა კანდიდატთან დავხურეთ 5 თავი. დღეს მონტენეგროსთან დავხურეთ 3 თავი მოლაპარაკების პროცესში. მადლობა მონტენეგროს ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების გაძლიერებისთვის, ევროკავშირის გაფართოება გრძელვადიანი მშვიდობისთვის, სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის ორგანიზაციის მკაფიო და საჭირო გეოსტრატეგიულ ინვესტიციას წარმოადგენს. გაფართოება ყველა ევროპული ინსტიტუტის მთავარი პრიორიტეტია, არა მარტო კანდიდატებმა, არამედ ჩვენც უნდა შევასრულოთ ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი გამარჯვება სტრასბურგში, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული გონივრული და მშვიდობიანი დეოკუპაციის მართებულობა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად. ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული გონივრული და მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის მართებულობა. ვილოცავ ჩვენ საზოგადოებას ოკუპაციის წინააღმდეგ ამ მორიგ სახელმწიფოებრივ გამარჯვებას. ყველა ჯერზე, როდესაც სტრასბურგში ან ჰააგაში მათ შორის თუნდაც საქართველოს წარმოადგენს თავის ინტერესებს ობიექტურად, ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ. რეალურად ეს ჩვენი პოზიტიური წრები დამოკიდებულია და ბოლო პერიოდის ამდენი მოგებული პროცესი, ამდენი პოზიტიური ამბავი დამოკიდებულია იმაზე, რომ საქართველოს არის მართალი და არ გამიკვირდება მათი ნეგატიური შეფასებაც კი ამაზე განსაკუთრებით გაატარებენ, იმიტომ რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ჰააგის წინაშე ისეთი რისკის დააყენეს საქართველოს, რომ თავის ჯარისკაცებს ემის დანაშაულს დააბრალეს. ვინაზე მოაწერა ხელი, აღარ გახდა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფაქტები საპირისპიროს მეტყველებდნენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს არავის წინაშე არც ზომბის და არც სხვა დანაშაული არ ჩაუდენიათ, ისინი იგზავნენ თავისი სამშობლოსთვის. პრემიერ-მინისტრი მორიგ სიყალბეს და სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება არ შესულა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, ამბობს პრემიერი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაგეთქულის მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ იაზრებენ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაგეთქულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ეგრეთ წოდებული ფეიკი, არის ჩვეულებრივი ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშეც კი. ეს არის ზუსტად რბილი ძალა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, რასაც ქვია პროპაგანდა და დეზინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. საქმე სინამდვილეში არის მარტივად. საჯარო სამსახური საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს, ხოლო აფხაზეთში ასევე აფხაზურს და რა თქმა უნდა, როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით საჯარო სამსახური და სახელმწიფო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. აქედან გამომდინარე, ეს არის ავტომატურად დადგენილი საქართველოში, რომ ნებისმიერი საჯარო წარმოება სახელმწიფო ენაზე წარმოება. აი ეს არის ზუსტად მიზან მიმართული
დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა და მინდა ვთქვა რომ ამისი სათავე არის განცხადება იყო საიას ხელმძღვანელისა რომელმაც სათავე დაუდო ამ დეზინფორმაციას ან გაამყარა ეს დეზინფორმაცია და აქ ეხა მე საიას რაღა უნდა მიმართო მათი ასე ვთქვათ დესტრუქცია გასაგებია მაგრამ საიას ყავს უცხოური დამფინანსებელი მათ შორის ბრიტანეთი არის ერთ-ერთი დამფინანსებელი შეუძლებელია რომ ერთის მხრივ ისარგებლონ პრივილეგიით რომ სხვა ქვეყანაში შენი ბიუჯეტის ფულით აფინანსო ორგანიზაციები ეს ორგანიზაციები მამნებლობდნენ შემდეგ არცენებდნენ დეზინფორმაციას და ფაქტობრივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებდნენ ხალხის წინააღმდეგ და შენ გულხელ დაკრეფილი იჯდე და შემდეგ ვიდეოებს წერდე და მორალს უკითხავდე ქართველ ხალხს. ამიტომ მე ვისურვებდი რომ შემდეგი ასეთი ვიდეო მიმართვა როცა ექნება ბრიტანეთის ელჩს ან მანამდე უკვე საიას ჰქონდეს ბოდიში მოხდილი და განმარტებული ეს საკითხი ან თავად ბრიტანეთის ელჩმა განმარტოს ეს დეზინფორმაცია, უარყოს ეს დეზინფორმაცია. რასაკეთებს ეს ნაცური რადიკალური პროპაგანდა, რაღაც ერთდღიანი სიცრუე მოკლე ინფორმაციებით ცდილობს რომ გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები და ამომრჩევლები. ატყუებენ, როგორც ატყუებდნენ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში არჩევნებს იგებდნენ, გაყალბებულ კვლევებს ტენიდნენ ამ ადამიანებს. შემდეგ 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე აზეიმეს, შამპანურის ჭიქები უჭახუნეს ერთმანეთს და მთელი ის ჰქონდათ დავით არაბარო თითქოს არჩევნები მოედო და მე გაერკვა რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ. აი ასეთი ცრუ ფაქტებით ცდილობენ რომ რაღაც ერთსაათიანი, ერთდღიანი PR კამპანიები აწარმოონ, მაგრამ ხალხი ხო ყველაფერს ხედავს. რეალობა ხო დღეს ხელის გულზეა და ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი, ვისაც პატარა ანალიზის გაკეთების შესაძლებლობა აქვს, რეალურად ხედავს რა პროცესები მიდის და საიდან ვისგან იმართება ეს ყველაფერი. თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით ყველა საახალწლო ილუმინაცია ჩაერთვა. ტრადიციას გზემი არ ახლდა. ეს გადაწყვეტილება მერმა მოსალოდნელი პროვოკაციების პრევენციისთვის მიიღო. აგრესიულმა ჯგუფებმა სცენას, სადაც ნაძვის ხის ასანთებად ბავშვები უნდა ასულიყვნენ, დაუშინეს შუშის ბოთლები და სხვა მძიმე საგნები. რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თესავდნენ შის მოსახლეობაში, რათა რუსთაველის გამზირზე ბავშვები არ მიიყვანათ. რუსთაველზე ბავშვებთან ერთად მისულ მშობლებს კი ადგილზე შვილების თანხდასწრებით მძიმე პროვოკაციებს უწყობდნენ და პირდაპირ ვიტყვის სხვა რა უნდა უწოდო ამას თუ არა ლიბერალური ფაშიზმი. დაგეგმილი ღონისძიების წინა დღეს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მანამდე სკოლის ბავშვებს ძალადობრივ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არა საზოგადოების აღშფოთება, ალბათ შემდეგი უკვე ბაღის ბავშვების მოწოდება იქნებოდა ძალადობრივ აქციებში ჩართულობისკენ და მან იმის თქმაც კი იკადრა, რომ რუსთაველის გამზირი გაზით იყო გაჟღენთილი და იქ ბავშვების მისვლა საშიში იყო. მას შემდეგ, რაც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადავდეთ რადიკალებმა, რომლებმაც 26 ოქტომბერს წააგეს საპარლამენტო არჩევნები, 14 დეკემბერს წააგეს საპრეზიდენტო არჩევნები, წაგების შემდეგ ბავშვებზე გამარჯვება იზეიმეს.